ეკაგიგაური პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მის ორგანიზაციას სჭირდება ხალხი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გასაკეთებლად. მმართველი გუნდის შეფასებით ეს ფაქტი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, საკანონმდებლო ორგანოსთვის სტაჟიორებს ეძებს. ორგანიზაციამ საპარლამენტო სტაჟირების ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პარლამენტში რატომ ეძებთ სტაჟიორებს, რომლის ლეგიტიმაციასაც არ წერთ? არა, არ ვცნობ. მაშინ რატომ ეძებთ სტაჟიორებს? რასაც იღებს ეს პარლამენტი და არალეგიტიმური პარლამენტი, ამაზე წერთ. კი, ამაზე წერთ. სტაჟიორებს ეძებთ? წერთ, კი, რა თქმა უნდა. წერთ ამაზე რა ხდება? ამ ადამიანებს ერთი სული აქვთ იყვნენ პარლამენტში სხვადასხვა კონფიგურაციით, სხვადასხვა პოზიციებით, მაგრამ ამისი ძალიან დიდი სურვილი და ჟინი გააჩნიათ. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს არ ყოფნით იმის უნარი, რომ აღიარონ ის რეალობა, რომელიც აქვთ. ამიტომ აი ესეთ ორმაგ სტანდარტებს მიმართავენ. ეს არის მათი ორმაგი სახე, ორმაგი დამოკიდებულება, ერთის მხრივ საზოგადოებას ატყუებენ, რომ პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებენ და ეგრეთ წოდებულს და მეორეს ვაკანსიებს აცხადებენ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, რომელიმე პროექტში დაფინანსება და გრანტი აქვს აღებული, რომ აუცილებლად უნდა ითამაშონ პარლამენტთან და კანონშემოქმედების საქმიანობაში ჩართულები უნდა იყვნენ და ამისაც სჭირდებათ სტაჟიორები.